ქართული ოცნება 9 სპეციალური უბნის გაუქმებას ითხოვს, როგორც კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი დიდუბეში ვახტანგ ხმალაძე განმარტავს. ცესკოს მიერ თავდაცვის სამინისტროსა და დაცვის პოლიციაში სპეცუბნების შექმნის უფლება არ ჰქონდა. ხმალაძის თქმით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები საჯარო მოხელეები არიან, შესაბამისად, მათი სპეციალურ სიაში შეყვანა არ შეიძლება. ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავენ, რომ სპეციალურ სიაში შესული 58,000-ზე მეტი ამორჩეველს ხელისუფლება ეგრეთ წოდებული კარუსელისთვის გამოიყენებს. ცესკოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კოალიცია სარჩელს საქალაქო სასამართლოში შეიტანს. საარჩევნო კომისიებმა სპეციალური უბნები შექმნეს ისეთ დაწესებულებებში, რომლებიც არ წარმოადგენენ სამხედრო ნაწილს. ორი საარჩევნო უბანია შექმნილი თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის სამინისტრო არ არის სამხედრო ნაწილი. ერთი საარჩევნო უბანია შექმნილი დაცვის პოლიციაში. დაცვის პოლიციაც არ არის სამხედრო ნაწილი. სასამართლოში აუცილებლად შევა სარჩელი, მოთხოვნის არსი იქნება, რომ გაუქმდეს 9 საარჩევნო ოლქში საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებები ეგრეთ წოდებული სპეცუბნების შექმნის თაობაზე.